წლის ბოლომდე ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდება. კომიტეტების დონეზე უკვე დაწყებულია ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება და ჯარიმები იზრდება. კერძოდ, არასწორი მანევრირებისთვის, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ავტობუსის ზოლში მოძრაობის, სიჩქარის გადაჭარბებისა და საჭესთან ტელეფონით საუბრისთვის ურჩმძღოლს გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევს და მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების გაზრდილი რაოდენობა დააკლდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიღებულ გადაწყვეტილებას ავტოსაგზაოს შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკას უკავშირებს. თუმცა დაანონსებულ ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია. სპეციალისტებს კი პრობლემის მოგვარების განსხვავებული ხედვა აქვთ. მაკალაშხია გიამბობთ. 100,000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება ყოველწლიურად გზებზე, მაშინ როდესაც ევროპული საუკეთესო მაჩვენებელი არის 2-3 ადამიანი, ხოლო ყველაზე მაღალი არის 7 ადამიანი, რომელიც რუმინეთში ფიქსირდება. საქართველოში კი არის 11 და დამეთანხმებით, რომ ეს არ არის, ესე ვთქვათ, ეს არის ის ციფრი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვავალდებულებს, რომ მივიღოთ გარკვეული ზომები. ეს საგანგაშო სტატისტიკა კანონის გამკაცრების მიზეზი გახდა. ავტოსაგზაო მოძრაობის წესები იცვლება, არსებული ჯარიმები კი იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს ახალ რეგულაციებთან ერთად გაუარესებული მონაცემების თაობაზე ინფორმაცია წარუდგინა. ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მხრივ საქართველოში ერთ-ერთი საგანგაშო ვითარებაა, სადაც 100,000 მოსახლეზე ავტოსაგზაო შემთხვევით 11 ადამიანი იღუპება. საყურადღებოა, რომ სტატისტიკა წლიდან წლამდე უარესდება. ბოლო წელთან შედარებით ავარიის რისკი 14%-ით არის გაზრდილი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შექმნილ ვითარებაში გამოსავალს სანქციების გამკაცრებასა და ჯარიმების გაორმაგებაში ხედავს. გასულ წელს 2024 წელს დაფიქსირდა 7,587 დაშავების მაჩვენებელი გზებზე და 454 ადამიანი გარდაიცვალა ავარიების შედეგად. წლევანდელ წელს უკვე მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით 6,041 ადამიანია დაშავებული გზებზე და 345 ადამიანი უკვე გარდაიცვალა ავარიების შედეგად. თუ გადავხედავთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, მხოლოდ გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის 9 თვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი 627 ერთეულით. ასევე გაზრდილია 373 ერთეულით არის გაზრდილი ავარიების რაოდენობა. ჯარიმების გაორმაგების წინააღმდეგია საპარლამენტო ოპოზიცია. სოფო ხორგუანს მიაჩნია, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში დაბალი ხელფასებია, გამოსავალი ჯარიმების ზრდა არ არის. საპირისპირო პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. ისინი კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას და ჯარიმების გაზრდას მხარს უჭერენ. თქვენ ვინც ავტომობილებით გადაადგილდებით, ნათლად დაინახავთ იმ, ასე ვთქვათ, დისპროპორციას, რომელიც ეხება მაგალითად ჩქაროსნულ ზოლში მოძრავ ავტომობილებს, რომელიც არის გაუგონბრად თავხედურად მე ვიტყოდი, როდესაც ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ამას მობილურში იყურება, ვიღაცას ტექსტურ შეტყობინებას უგზავნის, არის შემთხვევები, როდესაც მე თვითონ გადავაადგილდებოდი ასე ვთქვათ, ჩქაროსნულ მაგისტრალზე და სელფს იღებდა ადამიანი მეგობართან ერთად ავტომობილში, რომელიც ჩქაროსნულ ზოლზე დგას. ძღოლი, რომელსაც კალენდარული წლის მანძილზე აქვს დაახლოებით 15-20 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმა და შესაბამისად ეს ჯარიმების უმეტესობა მოდის მთავარ მაგისტრალზე. ადამიანები უმეტეს შემთხვევაში 10 კალენდარული დღის ვადაში 20%-იანი შეღავათით სარგებლობენ და იხდიან ამ ჯარიმებს და ჩვენ საჭესთან მაინც გვჩება ის ადამიანები, რომელსაც კალენდარული წლის მანძილზე აქვს ათეულობით სამართალდარღვევის ჯარიმა, რომელიც ძირითადად ჩადენილია ცენტრალურ მაგისტრალზე. რაიმე ტიპის ახალი კომპონენტი ხوار შემოვიტანოთ, სადაც რაღაც ზღვარს დავაწესებთ. სანამ ჯარიმეს გავამკაცრებთ, რომელიც ისედაც მკაცრია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არის სულ 230-ია, ხო? საარსებო მინიმუმი, ოფიციალურად 20 ლარი არის მინიმალური ხელფასის ზღვარი. იქნებ ეს კონტროლი უფრო მეტი იყოს და არ დაგჭირდეს ჯარიმების გაზრდა. ფაქტი არის, რომ სიჩქარის გადაჭარბება რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სამართალდარღვევად, რომელსაც საგზაო წესების დარღვევის თითქმის ნახევარი
მოდის აი ამ სამართალდარღვევაზე და რა თქმა უნდა აქ იმაზე აპელირება რომ ვიღაცა შეიძლება რაღაც თქვა შესაბამისი შემოსავალი არ კონდეს ნამდვილად არანაირი არგუმენტი არ არის შემოსავალი არ აქვს მაშინ ერთი ავტომობილი და შემდეგ უკვე მოძრაობის წესების დარღვევით ესეთი ადამიანი ხდება პოტენციური კვლელი შეიძლება ითქვას კომიტეტის ხდომაზე საკუთარი ინიციატივით მივიდა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტი. ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ აქცენტი არა არსებული კანონის გამკაცრებაზე, არამედ ახალი კანონების შემუშავებაზე უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, სავალდებულო უნდა გახდეს ავტომობილში საბავშვო სავარძლისა და უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენება. დამატებითი კანონ პროექტები ხო არ არის საჭირო რომ შევიმუშაოთ, იმიტომ რომ თქვენ იცით 25 ბავშვი დაიღუპა ამ წლის განმავლობაში 9 თვის პერიოდში მიმდინარე წელს, აქედან ქვეითებიც იყვნენ და რა თქმა უნდა მგზავრებიც. ვიცით რომ მგზავრობის დროს ბავშვები არ არიან დაცულები, რადგან საბავშვო სამგზავრო სავარძლები არ არის ჩვენთან კანონით მოთხოვნილი და მეორეს მხრივ ცნობიერებაც ჯერ არ არის საზოგადოებაში, რომ ყველამ თავისი შვილი სამგზავრო სავარძლით უზრუნველყო ამ გზავროს. მაგალითად ეწოდებული კარსტიტების თემას, ანუ ბავშვებისთვის სპეციალური სავარძლების თემა, რა თქმა უნდა, როდესაც ამას სავალდებულოს გახდი, ეს თითოეულ მოქალაქის ფინანსურ საკითხსაც აისახება და მათ მოუწევთ სავალდებულოდ შეძენა ბავშვის სავარძლების, ხო, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს სტანდარტი პირველ რიგში, რა ტიპის უნდა იყოს ეს სავარძლელი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამას დამატებითი ეფექტიც აქვს და ეს საკითხიც გასაანალიზებელია. ასე რომ ჩვენ ერთობლივად ვსჯელობთ და ის რეკომენდაციები რაც გაიცემა, რა თქმა უნდა, საერთო შრომის შედეგი არის. საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებას კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა. მისი საბოლოო დამტკიცება და ძალაში შესვლა კი დეკემბრის ბოლომდე უნდა მოხდეს.